საქართველოს მშრომელთა საბჭოს ბათუმის პროპორციული სიის პირველმა და მეორე ნომრებმა დღეს შეხვედრა ურეხის დასახლების მცხოვრებლებსა და ნომერ 44 სამარშრუტო ხაზის მცხოვრებლებთან გამართეს. კანდიდატები მოსახლეობას ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ესაუბრნენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კი, რომელზეც ამომრჩევლებს მერაბ გორგაძე ესაუბრა, თითოეული სამარშრუტო ხაზის ბოლო გაჩერებაზე მძღოლებისათვის დასასვენებელი ოთახების მოწყობა იყო. პარტიის სიის პირველი ნომერი აცხადებს, რომ მაგალითს გამარჯვების შემთხვევაში რუსეთის ფედერაციისგან აიღებს. ადგილობრივებს განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ. მდინარე აგერ გადმოიმასიზამს ესნე რამდენჯერ ბავშვების მაცხოვრებლები ჩავარდნილან ამას კალაპოტი უნდა მერე განათება გვინდა მას შარაშიძის ქუჩის ჩიხში ზემო ნაწილში წყალი არ აქვს ზემო მაცხოვრებლებს განათება ტრასაზე არ არის ასფალტი დაგებული არ არის. და ამას ყველაფერს რაც არის და არც არის განა, რაც არის უხარისხოს აგერ ხედავენ, ჩაკერებული, მიკერებული. ჩვენ შევხვდით აქ ნომერი 44 სამარშრუტო ხაზის მძღოლებს და სპეციალურად აქ დავნიშნეთ დღევანდელი შეხვედრა და მე ვპირდები ყველა ქალაქ ბათუმის მასშტაბით არა მხოლოდ ნომერ 44, არამედ ყველა სამარშრუტო ხაზის ბოლო გაჩერებაზე ჩვენს მიერ აგებული იქნება მძღოლებისათვის დასასვენებელი ოთახები, რომლებიც იქნება აღჭურვილი მაცივარით, მდივანით და კრესლოებითა და ტელევიზორით, სადაც ესე იგი მძღოლები მათი რეისში გასვლის წინ შეძლებენ დასვენებას. ეს მაგალითი მე ავიღე რუსეთის ფედერაციაში ვიზიტის დროს.